Benatia Pereira და Pjanic ხვალ აუცილებლად ითამაშებენ. რაც შეეხება ტაქტიკას, სავარაუდოდ 4 მცველი ვითამაშებთ. მარჯვნივ ვიხილავთ ერთ-ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ხოლო მარცხნივ ალექსანდრო იასპარეზებს. გუნდთან ერთად ადრიანი მომზადების შემდეგ მზად ვარ მოედანზე გამოსასვლელად. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა გიწევს ტოტენჰემის წინააღმდეგ. ზუსტად ისეთი, როგორც მელბურნთან შეხვედრა იყო. მართალია ეს პანიკ მატჩებია, თუმცა სურს მსგავსი შეხვედრები მომზადების კუთხით მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ეს ალსახად განსხვავებული სტილის მატჩი იქნება, გაცილებით ინტენსიური. შევეცდები ისინი, ვინც მელბურნთან შეხვედრაში პირველ ტაიმში ასპარეზობდნენ, უფრო მეტი დრო დავუთმო. ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ტესტი ჩვენი ფიტნეს კონდიციებისთვის. La Juve deve continuare a vincere anche a livello europeo, quindi noi vogliamo Juve გამარჯვებები უნდა განაგრძოს და მათ შორის ევროპაშიც. ჩვენი მადა საგრძნობლად დიდია, სერია A, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ აქ ვემზადებით რეალურად დიდი სეზონისთვის. ეს არის Forza Juve და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. დროებით